მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს. მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო ღვთისა და ერის წინაშე, რომ ემსახურება ქართულ ხალხს, თავის ქვეყანას და მე პირადად ძალიან დიდი იმედიც მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი წინამორბედი პრეზიდენტებისგან განსხვავებით საუბარი მაქვს მარგველაშვილზე, ზურაბიშვილზე, რომლებიც აეხლახანს ჩვენ ვიხილეთ ეს პრეზიდენტები, მათგან განსხვავებით არ ჩაუდგება ქვეყანას ოპოზიციაში და არ შეასრულებს უცხო ქვეყნის აგენტურის დავალებას. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ასევე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება პირველი პრეზიდენტი 2008 წლის ომის შემდგომ, რომელიც ჩავა მოსკოვში და დაიწყებს საქართველოს გამთლიანების პროცესის ახალ ეტაპს და ვისაც ეჭვი გეპარებათ, ამაში ძალიან მალე დარწმუნდებით, რომ თქვენ ვწდებით, იმიტომ რომ საქართველოს გამთლიანება სწორედ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენით იწყება და მიხეილ ყაველაშვილი სწორედ აი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ამას გარკვეული მომზადება ჭირდება ამ პროცესებსაც. ნახეთ თქვენ ეს ინაუგურაციის პროცესი საკმაოდ ლამაზი იყო, საკმაოდ მე ვფიქრობ დატვირთული შინაარსობრივად. საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიცი დადებულია. მეექვსე პრეზიდენტი უფლებამოსილებას შეუდგა. სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ტრიბუნა პრეზიდენტმა დაიკავა. მე მჯერა ქართველი ადამიანის, მე მჯერა ჩვენი ერის სიძლიერის, მე მჯერა ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ღირებულებებით, ქართული ხასიათით ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო. მე მჯერა რომ სიყვარული გაიმარჯვებს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, სიყვარულით სავსე საქართველოს. მერცი იყოს ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა. ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა გამოსვლა. მანამდე იყო გზავნილების სუვერენიტეტზე, ეროვნულობასა და ტრადიციებზე. ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც თავარია, მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდებოდა და იცავს მუდმივად ქართველი ერი. მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუცნო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა. ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული, სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. მამული ენა და სარწმუნოება მიხეილ ყაველაშვილის გზავნილები მოიცავდა ამ მთავარი სამი საუნჯის მოფრთხილებას. ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ან არ ეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდათების თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა, გადარჩენის და გაერთიანების მთავარი საწინდარია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციებით გამოვირჩევით, რიცაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს. წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ ხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე
ხალხთან ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება. მოყვასი სიყვარული და პატივისცემა. ქვეყნის მთავარ სარდალს ჰქონდა გზავნილი აფხაზებისთვის და ოსებისთვის. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ თანაცხოვრება ძალიან მალე ერთიან და ძლიერ საქართველოში გაგრძელდება. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით ვთქვა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენ აფხაზ და ოს დაძმებს, ვისთან ერთადაც საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით. ერთად ვქმნით საქართველოს ისტორიას. ხარდამხარ ვიცავდით ჩვენ სამშობლოს გარეშემტრებისგან, წერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს, ვქმნით ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ოჯახებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომისიარები და გავაგზავნოთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება. ერთიან ძლიერ საქართველოში. მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად მოსწონთ თუ არა ის. პრეზიდენტის განცხადებით დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე და მისთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი. იმის მიუხედავად ვის მოვწონვარ და ვის არა. ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციის და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა, ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, ჩვენი სამშობლოს ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ. ქართულ ენაში თავისუფალი სიტყვა სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის უფალი. არ იყო დამოკიდებული არავისზე და არაფერზე, საკუთარი სინდისის, ნამუსის, ადამიანობის და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში, ისევე როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენ საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას, დისკუსიას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა. და ბოლოს ქვეყნის მთავარ სარდალმა თქვა, რომ საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც სახელმწიფო ადგენს. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუ კი არსებობს ქართველი ადამიანი, ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, ვის ან რა შეიძლება ემსახურებოდეს. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა ისე, როგორც ამას კანონი მოიცავს. დღევანდელი ცერემონიით ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია და გამყარდა საპარლამენტო რესპუბლიკა. საფუძველი ჩაეყარა პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის პარლამენტმა გამოსცა საინაუგურაციო კონსტიტუცია. პატრიარქმა პარლამენტს საჩუქრად გადასცა ბიბლია. ისევე როგორც საინაუგურაციო კონსტიტუცია, ბიბლიაც დაცული იქნება პარლამენტში. დღეს ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტში და მის სასახლეში, ამ ისტორიულ დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 33 წლის თავზე, ჩვენ მართავთ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი დიდ პატივთან ერთად
დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს, იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი. იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი. იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის გამტკიცებასა და საქართველოს სათანადო წარმოჩენაში მსოფლიოს ერთად წინაშე. დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება. მინდა ბატონ მიხეილ ყაველაშვილს უსურვე ყოველი წარმატება მისი საპატიო მისიის აღსრულებაში. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი სამშობლოს მფარველი. ინაუგურაციას ესწრებოდნენ ხელისუფლების პირველი პირები, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, პარტიის ხელმძღვანელი, თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერლები, სამხედროები, პოლიციელები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, საარჩევნო კოლეგიის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, პატრიარქის თანამოსაყდრე, წმინდა სინოდის წევრები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. პრეზიდენტი მივიდა ოჯახის წევრებთან ერთად. ინაუგურაცია მრავალჟამიერით დასრულდა, სწორედ მრავალჟამიერის ფონზე მიიღო მილოცვების საქართველოს მე-6 პრეზიდენტმა. ბევრი ელოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა რეზიდენციიდან, ობსტრუქციებს მოაწყობდა, მაგრამ მეგობრებო, იცით რა არის? მე ამაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ მოხდებოდა, იმიტომ რომ ამას რომ რაღაც საფუძველი ქონოდა, მაშინ უნდა ყოფილიყო მასა, დიდი რაოდენობა ხალხისა, რომ ეს რაღაცნაირად განეხორციელებინა. თან ახლა ზურაბიშვილიც კარგად მოგეხსენებათ, ჯერ თავო და ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობს და მერე უკვე სხვებზე. და აქედან გამომდინარე მისი გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო გასაკვირი. ჩვენ აქ ვდგავართ. იქითკენ არის სიცარიელე. აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები. ჩვენ ვართ გარეთ. იმიტომ რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. 6 წლის წინ მე დავდევი ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქა და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება. მე ვიქნები სასახლეში, თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ახლა ამ წუთებში საპარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება. ჩემთვის არც ის იყო გასაკვირი, რა რეაქცია მოყვა მის ამ განცხადებას, როდესაც თქვა მე რომ გამოვდივარ და მაინც რჩები თქვენ პრეზიდენტო, დათო ის რეაქცია რაც მოყვა ნაცხროვის და ეგრეთ წოდებული პეროგარჭობილი ინტელიგენციის მხრიდან. არც ის იყო გასაკვირი და ყველა ველოდით რომ მოხდებოდა გარკვეული შეხლა-შემოხლები, რაღაცა ტრაგიკომედიის გათამაშება პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ეს უფრო სასირკო წარმოდგენას გავდა, ძალიან აქტიურობდა ასაკოვანი ხალხი. არ ვიცი, ამ ნაცებს უკვე არც ქალები ყავთ, არც კაცები ყავთ და უკვე ასაკოვან ადამიანებზე აკეთებენ აქცენტს თუ რა ხდება ვერ გავიგე, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ერთი რამის თქმა შეიძლება იმ ცნობილი სპექტაკლიდან ისევ ჩაიფსი მიხეილ. Vai.
ქეთი გამოდიან. რის გამო დააკავე? იმიტომ რომ ხალხს ებარებოდა, ესენი მიათრევდნენ მოხუც ხალხს. A few moments later. მე პირიქით წავიქეც და პოლიციელებმა ამატენეს ადაგდებო. და შოთამ თქვა და იმედია ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაშლიან რამე ქართულს წაიკითხავენ და ნახავენ რომ კეთილსაც სლია ბოროტმა. სად მიდის ეს ხალი ხოვენ ქალბატონო სალომე სად მიბძანდებით თქვენ არ უნდა დაძრათ მაკედან ფეხი თქვენ ხალხს ძალას მატებდით თქვენ ხალხს აძლევდით იმედს თქვენი გამოჩენა იმ ხალხს რომელიც აქციებზე იდგა ერთი თვის განმავლობაში აძლევდა ძალას სად მიდიხარ სახლში მიდიხარ როგორ მიდიხარ რანაირად მიდიხარ არჩევნების დროზე აღარ შემიძლია გავუგიჟდე. სალომე ზურაბიშვილს ეყო გამჭრიახობა, თუ ამას გამჭრიახობა შეიძლება ეთქვას. მან გადაწყვიტა რომ თავი საფრთხეში არ ჩაეგდო, ვინაიდან თუ ის არ დატოვებდა პრეზიდენტის რეზიდენციას და თუ კი ის დაიწყებდა უკანონო მოქმედებას, ის გადაინაცვლებდა პრეზიდენტის რეზიდენციიდან უკვე მიხეილ სააკაშვილთან ერთად შეიძლება აღმოჩენილიყო კამერაში. და აი მე მახსენდება დათა თუთაშხია ცნობილი პასაჟი სადაც დათა მეწისქვილეს ესაუბრება და აი ძალიან გავს ეს საუბარი დღევანდელ აი ამ ჩვენს ყოფას თქვენ მე მაგ საუბარი ნაცხროვაზე თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ და თქვენ როდესაც არაფერი არ შეგიძლიათ არაფრის გამკეთებლები არ ახართ აქედან გამომდინარე ისეთი რამე არ უნდა გააკეთოთ, რომ რაღაც გარკვეულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს თქვენი ეს ქმედება. გელიც მისი ლეკვები შიმშილს გამოყავს შევარს. შეერი და გამწარებული მღლის ფიქრი მარტო ის კი არა, ვინმე შევჭამო. იმასაც ფიქრობს მგელი, ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჯამოს. მაგრამ მეტი ფიქრი არის მგელმა. ადირია და იმით. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი მაინც უნდა კონდეს. ისეთი შევჭამა რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. შენ რომ ხარ მის თანაკაცის გახარებისთვის. არ ღირდეს იქნება მე რო ვარ მის თანაკაცის მოკვლა გონია. და თუ გიფიქრი ამას. ეს პასაჟი დათა თუთაშხიადან ძალიან შეჰფერის ჩვენს რეალობას რომ აი ესეთი უძლური ესეთი არაფრის მაქნისი ძალა არის ოპოზიციაში. ჩვენ მოვისმინეთ ამ ინაუგურაციის შემდგომ ძალიან ბევრი განცხადებები, მათ შორის განცხადებები გაკეთდა ტიერი მარიანი, რომელიც არის ევროპარლამენტარი, რომელმაც თქვა, რომ სავსებით ლეგიტიმური იყო არჩევნები და ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და აქციებიო. მაკვირვებს ეს დემონსტრაციები და შოკის მომგვრელია ისიც, რომ კოლეგები ევროპარლამენტიდან ჩატარებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოდიან. თუ ხალხს კონსტიტუციისა და დემოკრატიის პატივისცემა სურს, მაშინ აქ ყველაფერი ნათელია. საქართველოში ჩატარდა ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები. არჩეულია ახალი პრეზიდენტი. თუ არსებობს დემოკრატიისადმი პატივისცემა, აქციები უნდა შეწყდეს, რადგან ეს შედეგის მომტანი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეწყვიტონ ომობანას თამაში, რადგან მათი მიზანია ქაოსი და მაიდანიზაცია. ახლა აუცილებელია ხელისუფლებას მიეცეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა. ახლა არ არის სანქციების დრო. ახლა ერთად მუშაობის დროა. ვიმუშაოთ მშვიდობისთვის ევროპაში. ჩვენ ვხედავთ მეგობრებო, რომ დასავლეთში და ამერიკაშიც გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. ტრამპმა გააკეთა შოკის მომგვრელი განცხადება, როდესაც თქვა, რომ ის გრენლანდიის შემოერთებაზე და ასევე კანადის შემოერთებაზე ფიქრობს. მან გუბერნატორათაც კი მოიხსენია კანადის მოქმედი პრეზიდენტი. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე შობის დღესასწაული ჩინელი ჯარისკაცებს მიულოცა, რომლებიც ტრამპის თქმით პანამის არხს უკანონოდ მართავენ. დონალდ ტრამპმა შობა მიულოცა კანადის პრემიერ-მინისტრსაც. ჯასტინ ტრუდო მან გუბერნატორად მოიხსენია და აღნიშნა, რომ თუ კანადა 51 შტატი გახდება, მოქალაქეებს გადასახადები 60-ზე მეტი პროცენტით შეუმცირდებათ. მილოცვაში დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზეც ისაუბრა. შობას გილოცავთ გრენლანდიის მოსახლეობას, რომლებიც შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და ხალხს, რომელსაც სურს, რომ შეერთებული შტატები იქ იყოს. ჩვენი გვიქნებით, განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა.
სოფლიო ახალი გადანაწილების პროცესში ძალიან ბევრი ქვეყანა დაკარგავს თავის დამოუკიდებლობას და ძალიან ბევრი ქვეყანა კიდევ ახალი სტატუსს შეიცენს და ამიტომ ძალიან სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ახლა უკრაინა გაქრა ფაქტობრივად რუკიდან გაქრა სირია და ახლა ამხელა ქვეყნები რო ქრებიან საქართველოს რომელიც 3 მილიონიანი ქვეყანაა ჭკუით უნდა იყოს რომ იგივე ბედი არ გაიზიაროს ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ხედავთ რომ შესაძლოა ახალი რაღაც გარკვეული დაპირისპირებებიც ვიხილოთ ბაქო გროზნის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდგომ ძალიან დაიძაბა სიტუაცია მოსკოვსა და ბაქოს შორის ილჰამ ალიევმა ძალიან ისეთი მკაცრი განცხადება გააკეთა რუსეთის მიმართ ეს იმას მოწმობს რომ არ არის გამორიცხული გარკვეული დაძაბულობა ვიხილოთ ჩვენ მოსკოვსა და ბაქოს შორის თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ თურქეთმა ზურგში ლახვარის ჩასცა რუსეთს სირიაში და კარგად ვიცით რომ აზერბაიჯანი არის თურქეთის მოკავშირე არ არის გამორიცხული რომ ჩვენ ვიხილოთ ყოფილი მოკავშირეების დაპირისპირება პრინციპში თურქეთისგან ეს გასაკვირი არც არის და თურქეთს შეიძლება შეუერთდეს აზერბაიჯანიც ნახოთ მოვლენების განვითარებას ნუ გავასწრებ წინ შესაძლოა აზერბაიჯანი მაინც შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა მაგრამ არაფერი გამორიცხული არ არის ჩვენ გასულ კვირაში ვიხილეთ ძალიან დიდი პროვოკაციული განცხადებები TV პირველის ჟურნალისტმა და მიხეილ სააკაშვილის ფელდკომანდერმა მელაძემ ნოდარ მელაძემ გამოიყვანა ეთერში გედედეს ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი შაიშმელაშვილი ეს იყო დასავლეთის აგენტურის პროვოკაცია საქართველოს მიმართ და ეს ვაჟბატონი გამობძანდა სახელდახელოდ ინტერვიუ რომელიც გაკეთდა შაიშმელაშვილთან და ეს კაცი გაიქცა სხვათა შორის საზღვარგარეთ ესეც ალბათ დასავლეთის დახმარებით და თქვა რომ მეო 17 წელია ვემსახურები ქვეყანასო და 17 წლის თავზე აღმოაჩინა რომ ხალხს ცუდად ექცევა ხელისუფლება და ხალხს ესე იგი უსწორდება და ეს იყო ბოლო წვეთი და ამიტომ ეს კაცი წავიდა სამსახურიდან. მე მინდა მივმართო ამ შაიშმელაშვილს. კი მაგრამ თქვენ ხო მაშინ მსახურობდით, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება სისხლის გუბეებს აყენებდა რუსთაველზე. თქვენ მაშინ არ იყავით, როდესაც 7 ნოემბერი მოხდა, 26 მაისი მოხდა, თქვენ არ იყავით მაშინ, როდესაც უმოწყალოდ ხრიტავდნენ ხალხს და იარაღს უდებდნენ მერე და ციხეებში ბუნტის პროვოცირებისას რამდენი კაცი დახოცეს. კი მაგრამ მაშინ წარბი არ შეგტოკებიათ და ეხლა გაიღვიძა თქვენში რაღაცა ადამიანურობა თურმე პოლიციელებს რომლებსაც წვავდნენ პარლამენტს როდესაც წვავდნენ ეს ამას თურმე პოლიცია უნდა შეხვედრო და გაგებით და თურმე ეს ყოფილა ძალადობა რომ რეაგირება მოხდა აი ამ დანაშაულებებს შაიშმელაშვილის და ადამიანები სამწუხაროდ შეიძლება კლავაც იყოს ბევრი ხელისუფლებაში მაგრამ ფაქტია რომ აი ამ შაიშმელაშვილის გამოყვანით დასავლეთს უშ რომ მთლიანად ჩამოშალოს სახელისუფლებო ვერტიკალი იმიტომ რომ ეხლა როდესაც ერთ-ერთი ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ასეთ განცხადებებს აკეთებს ამას შეიძლება კონდეს მე დომინოს პრინციპი სხვამაც გააკეთოს იგივე მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ ეს კაცი ჩამოიყვანოს სადაც არის წასული და პასუხისგებაში მიცეს იმიტომ რომ მე ვფიქრობ მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნებიც არსებობს და ერთი რამეა რომ აი ამ განცხადებით მან არამარტო ხელისუფლებას დაარტყა მე თქვა რაღაც სისულელე რომ 5 ივლისიო ჯაღმაიძე მოაწყო და საპატრიარქოსაც დაარტყა ესე იგი წარმოგიდგენია დასავლეთი რასაკეთებს ცალკე უნდა რომ ჩამოშალოს ხელისუფლება ცალკე უნდა ჩამოშალოს საპატრიარქო აი ეს არის დასავლეთის მოღვაწეობის შედეგი მეგობრებო საქართველოში ჩამოშლა ხელისუფლების მარტო იმით არ ხდება რაც ამ შაიშმელაშვილმა გააკეთა ჩამოშლა ხდება აგრეთვე იმ პროვოკაციებით რომელსაც ისინი აწყობენ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე სასტიკად გაუსწორდნენ ცოლშვილთან ერთად ქუჩაში მოსეირნე ზანგურს რუსთაველის თეატრის მსახიობს ბესო ზანგურს აი წარმოგიდგენიათ სადამდე მივიდნენ ეს არარაობები რომ ესე იგი ადამიანს უსწორდებიან საკუთარი ცოლშვილის თანდასწრებით და მერე ამას აკეთებენ და მერე თურმე ხელისუფლება საშინელი და ბოროტმოქმედი ლაშა ტალახაძეს რა გაუკეთეს ვიღაცა დაძირალა ქალბატონი მივარდა და შეურაცხყოფა მიუყენა ტალახაძე თავში რა გიყრია ბიჭო თივა თუ ტვინი ტვინი უკაცრავად აი ბატონი ტალახაძე კუნთ მაგარი და ტვინ ცარიელი მიემგზავრება პარლამენტში ტალახაძე კუნთ მაგარო და ჭკუათხელო
უათხელო ტალახაძე კუნთმაგარო რა მაგარი ხარ რა დიდი ყოფილ ხარ ბიჭო სადავესრო შენ სადაც იჯდები იქვე რა მინდა ტალახაძე ლუ რა გინდა ბიჭო შენ პარლამენტში მოიხედე აქეთ ხინჩი გაშვილი მომიკითხე და ის რო ყავთ კიდე რა გვარია აუცილებლად გადავ კიდე ერთი ტლუ მომიკითხე გორელი რო ყავთ კიდე ლადო ხინჩეგაშვილი ასად არ დაგეკარგოს ტალახაძე კუნთმაგარო და ტლუ მე ეხლა ამ ლაშა ტალახაძემ რო რაღაცა გარკვეულწილად უპასუხოს გამოვა ქალთა მიმართ ძალადობა იგივე ლაშა ბექაურს რაც გაუკეთეს როგორ სასტიკად ესე იგი მოექცნენ ამ ადამიანს ეხა ცოტას დაგასპოილერებ. ეს მთავრობა რო გააჯვამს, ჩვენ მაგ ცხოველს შესაბამის ორგანოებს გადავცემთ და შენ მოგცემთ სიმბოლურ 41 წამს. რა დროსაც შენი ყველა მედალი პროჩი უნდა შეიყარო, გადაქოქო შენი პორშე უკანასკნელი ბენზინის წვეთით და შენ მთავრობას დაეწიო სადმე კრასნოდარის გადასახვევთან. თორე დაგაწევთ და მაგ მედლებსაც ჩვენ შეგაყრით პროჭში. კადიროვის ტემუ ვერსია. მაინტერესებს ბევრი არსებობს ჩვენზე დიდი ქვეყნები მსოფლიოში ოლიმპიური ჩემპიონი კი არა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი არ აყავთ და კაცმა აგერ ლაშა ტალახაძემ სამჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა და სამჯერ აღმართა ოლიმპიადაზე დიდ ფორუმზე აღმართა საქართველოს დროშა ორჯერ გახდა ლაშა ბექაური ჩემპიონი და იმის გამო რომ კაცმა რაღაცა ლომის ბოკვერთან რაღაცა გაითამაშა და მანქანაში ხელი გადაუსვა ამის გამო ატეხეს ერთი ამ რაცილის წამნებული რა შეურაცხყოფელი განცხადებები გაკეთდა აი ეს ხალხი მეგობრებო არის არაადამიანები ესენი გიხსნენ ცხოველებად ამიტომ აი ნაციონალების მოთვინიერება ცხოველის მოთვინიერება უფრო შეიძლება ცხოველებზე რო შეგტკივათ უფრო გული აი გარეული ცხოველის მოთვინიერება უფრო შეიძლება ვიდრე ნაციონალების იმიტომ რომ ესენი არიან კიდევ ერთ არაადამიანები ესენი არიან აი ცხოველზე უფრო საშინელი არსებები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ამათი გამოსწორება არ არსებობს. აი გარეულ ცხოველს მოათვინიერებ და ნაციონალს ვერ ასწავლი, ვერაფერს ვერ გააგებინებ, მეგობრებო. არ ვიცი ეს საერთოდ რა კატეგორიის ხალხი არის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხა ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ ისევ აი ამ ინაუგურაციას ახალი პრეზიდენტის არჩევას და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევეხოთ და ჩვენ ამ შესახებ ვისაუბრებთ უკვე ჩვენ სტუმართან ერთად ქართულ-რუსული ერთობის პრეზიდენტი ბატონი ვლადიმერ ხომერიკი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი მოსკოვიდან ჩაგვერთვება ბატონი ვლადიმერი ძალიან საინტერესოა მასთან საუბარი ამ საკითხებზე მოგესალმებით ბატონო ვლადიმერ გამარჯობათ მოგესალმებით ბატონო ვლადიმერ აი ალბათ თქვენც მიადევნებთ თვალყურით ჩვენ საუბრობდით ხშირად აი ამ საპრეზიდენტო მარათონთან დაკავშირებით ეხა ახალი გარკვეულწილად ცვლილებების თანახმად ხალხი აღარ ირჩევს პრეზიდენტს მაგრამ ირჩევს ხმოსნები რომლებშიც შედიან აქ პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან არიან კიდევ წარმომადგენლები და ახალი პრეზიდენტი ყავს საქართველოს და ფაქტობრივად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიერა ბევრი ელოდა რომ რაღაცა დაძაბულობა იქნება არეულობა ზურაბიშვილი არ გამოვა ისტერიკას ატეხავს გაწვება პატარა ბავშვით რომ არ მინდა დაიწყებს ყვირილის და რაღაცა ესეთი სცენები ვიღაცებს ეგონა მოხდებოდა მაგრამ ყველაფერმა უსისხლოდ მშვიდობიანად ჩაიერა რაც როგორ შეაფასებდით ამ პროცესს ჯერ ერთი მე მინდა მოვესალმო და მოვულოცო ჩვენ ქართველ ხალხს ახალი პრეზიდენტი ძალიან იყო საჭირო საქართველოსთვის და თანაც პატრიოტი და მაგარი პრეზიდენტი შედებოდა საქართველოს. ეს დღეს მოხდა. ჩვენ მაგ დროს ველოდებოდით და მე დღეს მართალი რომ გითხრათ ალბათ 1000-ზე მეტი მოვოცვა მივიღე ყველანაირი მომელოცეს აი რომ საქართველოს მასზე დინჯად ასეთი ჭკვიანად და კარგად ჩაატარეს ინაუგურაცია და დღეს საქართველოს სამრობა არის მაგარი და დგანს საქართველოს ხალხის და საქართველოს ინტერესებისათვის. ჩვენ არ ველოდეთ მე და თქვენ ალბათ აი რაც თქვენ თქვით. ჩვენ ვიცოდით რომ ასეც იქნებოდა. ადრეც გვიტყვია მაგი, იმიტომ რომ ჩვენ დავუპირდეთ ქალბატონ სალომეს რომ თუ არა იყო დროზე თავისი ჩემოდანი და არწევი და
სადაც მიდის ან საფრანგეთში ან ამერიკაში, სადაც უნდა მისი ადგილი იქნება მიშა სააკაშვილის გვერდში ციხეში. იგივე ამ ბოლოს დროს უთხრა ჩვენმა მაგარმა პრემიერ-მინისტრმა და ძალიან კარგი იქნა. ალბათ თლად გადარებული ქალი არ არის და ურჩიეს რომ დროზე როგორც ჩვენთან ამბობენ, აიღოს თავისი ბარგი და დატივოს ეს მთავრობის სასახლე, პრეზიდენტის სასახლე. ძალიან გახარებული ვარ რომ ასე მოხდა. დღემდელ დღიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი არიან ერთი გუნდი და მე მგონი დანარჩენ პროცესებს მარტივ მოუვლიან და საქართველოს მიიყვანებენ ზუსტად იმ გზით, რასაც ელოდება ქართველი ხალხი. მოულოცოთ კიდევ ერთხელ ჩვენ ხალხს და მე მგონი ეს პროცესები დამწყარდება და ის პარლამენტიც ის ოპოზიციაც, რომელიც საერთოდ იქცეოდა ისე როგორც საქართველოს მტრები და მოღალატეები, ისევე მოღუნავენ თავს და გალახულ ზაღლებით, როგორც სალომე ზურაბიშვილი გაიქცა საპრეზიდენტო დარბაზიდან, ისევე მაგანი დაბრუნდებიან პარლამენტში, იმიტომ ფულის დაკარგვა არ მოუნდებიან. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ამითი არეულობა და ეს აქციებით შეწყდება რუსთაველზე თუ მაინც ექნება ცდილობები აი ამ ახალი წლების მერე დესტაბილიზაცია მოაწყო? რა თქმა უნდა, ცდილობები იქნება, ჯერ კიდევ იქნება ცდილობები, მაგრამ უკვე ყველაფერი უნდა დაწყნოდეს. უკვე არის ხალხით ამორჩეული პარლამენტი, უკვე არის მთავრობა, უკვე არის პრეზიდენტი და ახლა მაგენის გამოსვლა სულ სხვანაირად გამოიყურება და მე მგონი იქაც მთავრობამ უნდა მიიღოს სასტიკი ზომები, რომ არ აბლატაოს ბოლდიში ამ სიტყვისთვის ის ხალხი ქუჩებში და დაწყნოდეს და მისვეს საშუალება საქართველოს თავისი გზით გავითარდეს და მთავრობამ შეასრულოს თავისი დაპირებები და თავისი საქმე. კი, რა თქმა უნდა, ცდომები იქნება მაგენისგან, მაგრამ მაგერ ახლა ამერიკაშიც იქნება 23 დღეში ეს არჩევნები. იქაც მოვა ტრამპი და მგონი დაალაგებს ის ძველი გუნდი, რომელიც იყო სამახსარო გუნდი, მიდის უკვე იგენსთან საკრიფეს ჩემოდნები, როგორც სალომე, მაგენის პროტეჟე. და მე მგონი ყველაფერი დაალაგდება და ახალი წლის მერე საქართველოს დაიწყებს მუშაობა, ეფექტური მუშაობას საქართველოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა აი ტრამპიდან არ იქნება რაღაც გარკვეული არა მგონი, ტრამპი სულ სხვა ადამიანია. ტრამპი მიხედავს თავის სახელმწიფოს ამერიკას ჯერ ერთი, ხომ ხედავთ მისი გამცხადები ჯერ ერთი ნატოს კედაროსაც, მეორეთი კი იმხელა ფანტასტიკური გამცხადებები, რომ კანადაც უნდა გააჩნია, კანადა უმაღლესი და დიდი სახელმწიფო უნდა გააკეთოს 51 შტატად ამერიკის, ეგერ გრენლანდიაც უნდა ყველაფერი, სულ სხვა გეგმები აქვს ტრამპს და სულ სხვა გეგმები ექნება. მე მგონი რუსებს მაგენი მოელაპარაკებიან და რუსეთის ინტერესების ზონა გეოპოლიტიკური დაურჩება რუსებს და ტრამპის ბევრი მისახედი აქვს და აი თავის საქმეს მიხედავს და საქართველოს მე მგონი და მინდა რომ დაანებონ თავი და მისის თავის გავითარებას თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომავალი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ რეალურია ის რომ აი მაგალითად კანადასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხმაური არის და არა რა თქმა უნდა აი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ კანადა დათანხმდება მაგას რომ ეხლა რა თქმა უნდა დათანხმდება კანადა სასამართლო და საქართველო არაა და არც სხვა სახელმწიფო რომელიც დაჩაგრეს მაგენმა მაგრამ კანადა არის განვითარებული ქვეყანა ერთ-ერთი სადაც არის უმაღლესი ცხოვრების დონე ხალხისთვის და მე მგონი რა თქმა უნდა არ დათანხმება არც კანადა და მაგე არის საერთოდ დიდი პიარ ხოდი მისგან. თავარია მიხედოს რომ ამერიკა არ დაიშლას და ამერიკას ინტერესებს მიხედავს. თქვა გრენლანდია უნდა შევიერთო კიდე და გრენლანდია ახლა კი არის ყველაზე დიდი კუნძული, რა თქმა უნდა, ნორვეგია ვერ მოუვლის მაგას და თუ მოუნდა, ალბათ გრენლანდიას საქმეს ნამდვილად მოათავზებს და ვინ ეტყვის რამეს და ვინ გოუწევს წინამდგომობას ამერიკას და ეს კუნძულიც არის მისთვის საინტერესო. იქნებ ამ გზით კი წევიდეს ტრამპი. მას კიდო პანამის კანალი უნდა, ხო?
აიღოს ეს სტრატეგიული ამბავი, სტრატეგიული ობიექტია და საერთოდ ფულის მომტანის ობიექტია და აქ არ ვიცი როგორ დავა. აი ხა იქ რამდენიმე ქვეყნის ინტერესები შედის. ერთი რახან აი სამეზო რახან ჩვენი საქართველოს ფარგლებს გარეთ რაც ხდება იმ თემებს შევეხეთ, მინდა რომ აი იმ თემასაც შევეხოთ, რაც ძალიან საინტერესოა და ეს რუსეთს ეხება. აი რაღაც გარკვეულ დაძაბულობა შეიძინა აი თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელიც აი ბაქო გროზნის თვითმფრინავი ჩამოვარდა ყაზახეთში და ალიევმა გააკეთა საკმაოდ კაცრი განცხადება რუსეთის მისამართით, რომ რაღაცა ვერ ვნახეო, ვერავით არის ახსნა განმარტებებიო, რაღაცა ბოდვები ისმისო მარტო რუსეთიდანო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაღაც გარკვეულ დაძაბულობა ხო არ იქნება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის აი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდგომ? იცით, კი, ბევრი ჭორები მიდის, ბევრი ვერსიებია, სახელმწიფო კომისიები რამდენიმე ქვეყნის მუშაობენ მაგაზე, მე მგონი პასუხს ჩვენ მალე გევიგებთ და ჭორებს რომ მივყვეთ, შორს მიგიყვანს, მე ვიცი რომ დღეს უკვე კიდევ ერთხელ მოლაპარაკებები იყო და დღეს აზერბაიჯანის, ყაზახეთის და რუსეთის მხარე ერთ სხვა გზას, სხვა ვერსიას უყურებენ და მე მგონი თვითმფრინავის პილოტს მე მგონი ახლა აბრალები რომ თვითონ შოუხვია აქ დაუსკე არ მიუღია არც ერთი ბრძანება დისპეჩერიდან და აი რაღაც ამფერი ამბებზე მიდის მე ბოდიში მე მგონი რამე თუ იყო და კიდევ თუ არის დაძაბულობა და გაუგებრობა მე მგონი მაგასაც მოელაპარაკებენ და ბოლომდე იქნებ რაც გევიგოთ რა იყო რა არ იყო მაგრამ იმედი გვაქვს რომ ყველაფერი დალაგდება თუ ეს რამენაერად შეცდომა იყო არ ვიცი პილოტის თუ ვიღაცა ეს მე მგონი მაგის გამიერყობა და გამოსწორდება და ძაბულებები არ იქნება არსებობს ეგეთი ვერსიაც რომ ამერიკელები ჩამოგდებულია ეს თვითმფრინავით რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარიყო და კი ამფერი ვერსიებიც არის მაგრამ მე გითხარით შორს წავალთ ვერსიებს თუ მიყვებით რა თქმა უნდა ახლა ამერიკასაც უნდა დაძაბულება იყოს ხომ ხედავს ახლა საქართველოს თავის გზაზე დადგა თავის ინტერესებს და ვერ გამოიყენებს ახლა ამერიკა და ევროპა საქართველოს როგორც თავისი მონა და მარიონეტი ახლა სომხეთში დაიწყება მე მგონი დაძაბულობები აგერ ხედავთ აფხაზეთშიც უნდადნენ არევას და კიდევ არ დალაგდა ბოლომდე სიტუაცია და რა თქმა უნდა ახლა უნდებიან რომ აზერბაიჯანიც ატეხონ რომელიც აქობამდე წყნარად იყო და თურქეთის თის ქვეშ არის და რუსეთს რა თქმა უნდა დაანდროს მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი იმდენად ჭკუა ყოფნის მას რომ არ აყვეს მაგენს და არ დააშლებიოს რა სიმწვარე და ეკონომიკის განვითარება არის დღეს აზერბაიჯანში მე მგონი არ დაუშვებენ არც თურქეთის ინტერესებში არ შედის არც აზერბაიჯანის და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის რომ იქაც ცხვირი შეუყვეს ამერიკამ და მგონი რომ ყველაფერი იქ დალაგდება და ვერ გამოიყენებს მაგას ამერიკა და ევროპა მე რა მაინტერესებს ისიც ახლა 2025 წელი კარს მოგვადგა უკვე ხვალ ახალი წელი დაგვითენდება ჩვენ და მინდა აქეთკენ წავიდეთ თქვენ რას ფიქრობთ იქნება თუ არა ეს 2025 წელი თქვენ ქართველთა და რუსთა ერთობის პრეზიდენტი ბრძანდები და ჩვენც აი ჩვენი ტელევიზია ყოველდღიურად ამ თემას ვაშუქებთ 95% ჩვენი მაუწყებლობის კი ჩვენი არ საქმეს აკეთებ და დიდ საქმეს მე მგონი მთავარი ვექტორი მაგი უნდა იყოს საქართველოს თქვენ როგორ ფიქრობთ აი რაღაც გარკვეული გარდატეხა მოხდება თუ არა აი ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემაში 2025 წელს. ნამდვილად მოხდება, მაგას ჩვენ ველოდებით, ვინც აქავარ და მე მგონი ქართველი ხალხიც ელოდება და თვით რუსეთის მთავრობას და საქართველოს მთავრობასაც მაგი ესმის რომ მაგენის გამოყენება უნდოდა და ახლა გაიგეს ვინ არის მტერი და ვინ რა არის. მთავარია საქართველოს უნდა დაალაგოს თავის გეოპოლიტიკურ წრეში ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან და რუსეთი არის მთავარი და სტრატეგიული მეზობელი საქართველოსთვის. მე მგონი რომ ახალ წელს ზუსტად იქნება ყველაფერი. მე დღეს გავამზადე და მივმართე ბატონ ლავროვს და ხვალვე გავუგზავნე საქართველოს საგარეო საქმეების მინისტრს იმისათვის რომ მოკლე ხანში
რაღაც შეხვედრები დაიწყოს მოლაპარაკებები და მოეწეროს ხელი აღსგენის დიპლომატიური ურთიერთობის აღსგენის. ეს არის ძალიან საჭირო, იმიტომ რომ დღეს გაიხსნა საზღვარი, დღეს არის ბევრი ქართველი, დღეს ქართველებს აქვს საშუალება აქ მოვიდეს იმუშაობს და ბევრი იქნება პრეზიდენტები და ინციდენტები იყოს იმისი, რომ საელჩოებმა უნდა იმუშაოს მაგ საჭიროზე და ეს ურთიერთობა უნდა დადგეს. აქედან დაიწყება მოლაპარაკებები და სხვა გზები, რომელიც აინტერესებს საქართველოს. თუ ყველაფერი ასე წავა თუ დაიწყება მოლაპარაკება, მე მგონი რუსეთიც გაიგებს საქართველოს თხოვნებს და საქართველოს სტრატეგიულ ხსნას იმისათვის, რომ საქართველო ბოლომდე განვითარების გარდა გახდეს მთლიანი, როგორც იყო თავისი ტერიტორიები ან ერთ და მეორე ვარიანტში გაერთიანდეს და იყოს მთლიანი და დამოუკიდებელი. მეც ასე მგონია და ასევე ამაში უნდა ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოებაც, უნდა ჩაერთოს ის ადამიანები, ექსპერტული წრეები, ხელოვნების წარმომადგენლები, რომ ნიადაგი შემზადდეს. პირველ რიგში ერები უნდა დაახლოვდნენ ერთმანეთთან, ჩვენ რუსი, ქართველი ერი ყოველთვის ერთად ვიყო, იქნება, ვერავინ ვერ შეუშლის ამ ყველაფერს ხელს და მართლმადიდებლები ვართ. და მართლმადიდებლები ვართ, ასევე ერთ ომში უამრავ ომში ერთად მონაწილეობდით, მაგრამ ერთი ომი იყო ომი, რომელმაც სოფლიო გადაარჩინა და ამ ომში ყველაზე დიდი როლი ჩვენ ვითამაშეთ, ეს არის სამამულო ომი და მე მაინც მინდა კიდევ რომ ეხლა 80 წლის იუბილე მოდის ამ სამამულო ომიდან 45 წლიდან და ეხლა მე არ ვიცი იქ მოსკოვში როგორ გაიმართება ბესმერტნი პოლკი ჩაივლის თუ არა წითელ მოედანზე არ ვიცი ხა ეგ იმიტომ რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე როგორც შარშან შეიძლება ეს არ იყოს წელსაც მაგრამ ერთი ფაქტია რომ ჩვენმა ქვეყანამ 80 წლის იუბილე ისე უნდა აღნიშნოს როგორც ეს ჩვენ ქვეყანას შეშვენის იმიტომ რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი პროცენტულად თუ ქვეყნების თვითონ პროცენტულ მაჩვენებელს ავიღებთ მაცხოვრებლები ჩვენ გავიღეთ 300,000 ქართველი პლუს სტალინი ბერია რომლებიც იყვნენ ამ დიდი საბჭოთა კავშირის ლიდერები და მე მგონი რომ აი ამ დიდი დღესასწაულით უნდა დაიწყოს ჩვენი გაერთიანების პროცესი რუსი და ქართველი ხალხისა იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ომი პირველ რიგში სწორი ხარ და ეს არის კაი დიდი გამოსავალი და მე მგონი საქართველოს მთავრობამ უნდა მიხედოს მაგზეს და დაიწყოს ეს პროცესი რუსების ერთად რა თქმა უნდა თქვენ სწორი ბრძანეთ ყოველი მეცხრე მეათე საქართველოს მოქალაქე დაიღუპა და თავიდანვე ამ ომში. რა თქმა უნდა ჩვენი მონაწილეობა ძალიან დიდია და ეს არის საერთო ომი. ეს იყო საერთო ომი და საერთო გმირები, ვინც თავიდანვე ერთ დიდ სახელმწიფოს, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირი ეთქვა. ჩვენს ვაკეთებთ მაგ საზღვარგარეთებრივი მოღვაწეებს მაგ საქმეში რუსეთშიც და მე მგონი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები საქართველოში რომელიც აქობამდე საკეთებენ ბესმერტნეს სპორტს გეოპოლიტიკის ევრაზიის ინსტიტუტი და სხვები მე მგონი მაგას გაიტანს და ჩვენ აქედან უკვე პირველ ნაბიჯებს ვაკეთებთ აი დღეს მაგალითად სულ სხვა სფეროში ბატონი ანზორ კავაზაშვილი ჩვენი დასახელებული მეკარე ფეხბურთელი გამოვიდა ინიციატივით და უწევს წერილს ჩვენ დევიარეთ დღეს კონსულტაციები რომ რადგანაც ფეხბურთელები არის ჯერეთი ჩვენი ნაკრები ყველა მე მგონი მაგარი გუნდია და მე ფეხბურთელები არის თბილისის მერის და დღეს პრეზიდენტიც მე მგონი სპორტი აი ძალიან დიდი ძალაა და სპორტით უნდა დავიწყოთ ჩვენ და რომ საბჭოთა კავშირის და საქართველოს ნაკრების რუსეთის ბოდიში რუსეთის გუნდის ნაკრები და საქართველოს გუნდი ამ ხალხურ ფეხბურთის თამაში აი მიიღო მონაწილეობა და ეს იქნება დიდი ნაბიჯი რომელიც მისცემს კიდევ ერთ დიდ შეღავათს იმისათვის რომ ჩვენ ბოლომდე დავიწყოთ რეალური კონტაქტები და რეალური საქმის გაკეთება სხვა საკითხებიც არის კულტურის და სხვის ფორმით და მე მგონი ყველაფერი დაალაგდება გასაგებ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო
ვლადიმერ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მე მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი 2025 წელი, რომელიც კარს მოგვადგა, ხვალ არის ახალი წელი და იმედი ვიქონიოთ, რომ 2025-ში კარგ ამბებზე მოგვიწევს საუბარი და პოზიტივზე და წარმატებებზე და გამარჯვებებზე. დიდი მადლობა, მაგის იმედი გვაქვს და მაგასაც ვაკეთებთ თქვენს დიდი შეგაქვთ წილი მაგ საკითხში, თქვენი ტელევიზია, მე მგონი მეორე ამფერი საქართველოში არ არის, რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან პატრიოტული საქმეა საქართველოსთვის და ეს ზუსტად აჩვენებს რუსებს, რომ ჩვენ დაკარგული და გამყიდველიერი არა ვართ როგორც ეს ოპოზიცია. ზუსტად ეს აჩვენებს რუსეთს, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ერთად უნდა ვიყოთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ და ერთმანეთს ამოუდგეთ მხარში. გაიხარეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, თოდორ ვლადიმერ. კარგად ვიყავით, გილოცავთ ახალ წელს და ყველაფერს იკეთებთ ისურვებთ თქვენ და ჩვენ საქართველოს ხალხს. გაიხარეთ თქვენთან ერთად.
ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ რახან დღეს რუსეთში მცხოვრებ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გვაქვს საუბარი, გადავწყვიტეთ ვლადიკავკაზში ქართული დიასპორის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ რობერტ ცინდელიანს დავკავშირებოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მე წავიკითხე ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთში ჩრდილოეთ ოსეთისა, რომელიც გამოდის ვლადიკავკაზში ეს გაზეთი, განცხადება ბატონი რობერტ ცინდელიანისა, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ ის აღშფოთებულია იმითი, რაც ხდება საქართველოში ანტირუსული განწყობებით, იმიტომ რომ ეს ხელს უშლის რუსულ-ქართული ურთიერთობების გამტკიცებას. დღეს ჩვენ სწორედ ამ თემაზე და სხვა საკითხებზე სასაუბროთ გვყავს სტუმრად ბატონი რობერტი ვლადიკავკაზიდან გვერდება. მოგესალმებით ბატონ რობერტ. გამარჯობათ. ბატონ რობერტ, თქვენი განცხადების ირგვლივ მინდა დავიწყოთ საუბარი. თქვენი განცხადება იყო მან აქაურ გაზეთში, რომ თქვენ გმობთ იმ ანტირუსულ კამპანიას, რომელიც არის ამ ნაცების აქციებზე და თქვენ გარკვეულწილად ამით გამოხატავთ შეშფოთებას. რო გითხრათ ამის შესახებ. თველზე მეტია რა ანტირუსული მიტინგები მიდის იმაში საქართველოში. ევროპა, ამერიკა უნდა და რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა და ჩვენ ქართველები რუსეთში ვისაც ცხოვრობთ. ძალიან გვიკევს რომ ნახევარი ხალხი იქ რო დგას მოედანზე. რუსეთიდან მოდის მოსავალი მაგისტრის. ეხლა ავიღოთ პური და ყველაფერი რუსეთიდან მოდის და როგორ არის მით იმ ხალხს როგორ არის მით რომ რუსეთოთ საქართველოს ვერ იცხოვრებს. იმიტომ რომ ყველაზე ახლობლელი ნათესავი და მაგარი მეზობელი ყავთ რუსეთი. ნათესავი არ შემეშლა, იმიტომ რომ ნათესავითა რუსეთი საქართველოსთვის. და მე მგონია ჩვენ ქართველები რუსეთში რომ ცხოვრობ, ჩვენი პატრიოტები ვართ საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი საბჭოკავშირო რო იყო, მაშინ საზღვრები არ იყო და ზოგიერთი დარჩა რუსეთში. ზოგიერთი იმის შემდეგ ჩამოვიდა რუსეთში, იმიტომ რომ ხედავ რა მდგომარეობა იყო და რუსეთში ვინც ცხოვრობს, ქართველების ყველა კარგად ცხოვრობენ, ისე რომ ვთქვათ, მილიონერები არ არიან, მილიარდერები და ისე კარგად ცხოვრობენ. არა, მილიონერებიც არიან პრინციპში და მილიარდერებიც, მე ვიცი ძალიან. არა, მილიარდებიც არიან, მაგრამ ვინც ცხოვრობს იმ ქართველებზე, რომელიც საქართველოს ცხოვრობენ, იმაზე ცუდად არ ცხოვრობ. მარტო რა გვაკლია, რომ ჩვენ სამშობლოში არ. მე როგორც გავიგეთ, თქვენ არ ქსიამოვნებთ ის, რომ ანტირუსული განწყობილებები არის აი ამ მიტინგებზე, ამაზე აპელირებთ თქვენ, ხო, ბატონო? ანტირუსული როგორ უნდა საქართველოს როგორ უნდა კონდეს ანტირუსული განწყობა, იმიტომ რომ ისტორია რო ავიღოთ, ყოველთვის რუსეთი არჩენებდა საქართველოს და ეხლა რო ვთქვათ, დღევანდელ დღელზე რო ვთქვათ, არც ამერიკას, არც ევროპას საქართველოს უნდათ როგორც მონა უნდა იყოს საქართველოს, როგორც კოლონია იყოს საქართველოს მაგათის. იმიტომ უნდათ საქართველოს ქართველი ხალხი და ისინი იმათ სულ არ ფიქრობენ ქართულ ხალხზე, ქართულ კულტურაზე, რასაც ჰქონდათ და რას გვაქვს. და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეხლა გამოჩნდა ის ხალხი, ის პატრიოტები, რომელიც ამ ბოლო დროს საქართველოს მიხვდა, ქართულ ხალხმა მიხვდა, რომ უნდა იყოს მონათ არ უნდა იყოს. იმიტომ რომ თავისი კოლონი, თავისი ის ყველაფერი უნდა ქართული უნდა იყოს. და როგორ უნდა თქვას, ამერიკამ როგორ მოვიქცე, ეს იგივეა, რომ ზოგიერთ ოჯახში შეხვიდა და უთხრა იმ ოჯახის წევრებს, ასე იცხოვრეთ, ისე გააკეთეთ. გასაგები. გავიგე, გასაგები. ეხლა ჩვენ გადავიდეთ მეორე თემაზე. მე ვიცი ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ, რომ სანამ ყაველაშვილის არჩევნები მოხდებოდა, გუშინ წინ მოხდა პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევა.
მიხეილ ყაველაშვილი ვლადიკავკაზში ყველა მიცნობს, ეს კაცი თამაშობდა ვლადიკავკაზის ალანიის ჩემპიონია ვლადიკავკაზის ალანიასი და მე პირადად ვიყავი ვლადიკავკაზში და ნახე რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც მოხარული იყვნენ, რომ ყაველაშვილი დასახელდა კანდიდატად. აი თქვენ მან რა რეაქცია მას შემდეგ, რაც ყაველაშვილი ოფიციალურად გახდა უკვე პრეზიდენტი საქართველოს ვლადიკავკაზში? ჩვენთვის ძალიან სასიმბოლო იყო დღეს. მე უყურებდი ონლაინ ტრანსლაციას უყურებდი საქართველოსთან ინაგურაციას და მეორე გამოსვლა იმივე დროს გამოსვლა ყოფილ პრეზიდენტთან ზურაბიშვილმა რას ამბობდა და ძალიან სასიამოვნო იყო რომ აი ესეთი ინაგურაცია ჩატარდა ძალიან სასიმბოლო და მე მჯერა რომ ეს კაცი ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის და მე მგონი ის ხალხი რომელიც ერთი თვე გამოდიოდა მოედანზე და რუსთაველზე და არ უნდათ რომ ეს თავრობა გამაგრდეს მე მგონია რომ ჩვენ მოვიგეთ მე იმის მომხრევარ რომ ჩვენ მოვიგეთ და მე მგონია საქართველოს ეხლა 25 წელსში დაიწყებს ხელახლა ადგენას ქვეყნის და ის ავტორიტეტი ექნება რას იყო ამის წინ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონ რობერტ, დიდი მადლობა და იმედია მართლაც ისე იქნება როგორც ჩვენ ქვეყნებს შეშვენის და პირველი თუ არა ერთ-ერთი ვიზიტი ექნება მიხეილ ყაველაშვილის რუსეთში და არ გამორიცხავ ვლადიკავკაზშიც და სწორედ ყაველაშვილი დაიწყებს რუსულ-ქართული ურთიერთობების გამტკიცებისათვის დაბიჯების გადაწყვეტას. დიდი მადლობა, გაიხარეთ და დილოცავთ ამდენ. მე მინდა მოულოცო ქართულ ხალხს, რამდენიმე დღეს დარჩა და მე მინდა რომ საქართველოს ხელახლა დაიწყოს ცხოვრება როგორც იყო თავისი ენა, თავისი კულტურა და ყველაფერი როც იყო შედარჩულა და მე სოფლიოში ისეთი ავტორიტეტი აიღოს როგორც იყო ჩვენ წინაპრებს როგორც ხოდათ ისე მე მინდა რომ საქართველოს გახდეს. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ და დამდეგ 2025 წელს გილოცავთ ხვავი ბარაკა ყველაფერი კარგი ქონოდეთ ბატონო რობერტ. წარმატებები და თქვენს ორგანიზაციას რომელიც არის ვლადიკავკაზში ერთობასაც ულოცავ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს იყო ბოლო გადაცემა 2024 წელს ჩვენი ამ ეთერში. ჩვენ შევხვდებით 2025 წელს, მე მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ 2025-ში ჩვენ გველის დიდი წარმატებები, სიხარული და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გასაწყისი დაიწყება 2025 წელს და წარსულს ჩაბარდება ის ცუდი რაც იყო. რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება 2024-ში ჩვენი მტრები არ მოისვენებენ თუ რაღაც პრობლემები არ შეგვიხვდეს, მაგრამ მე ესე ოპტიმისტურად არასდროს არ გვყოფილ ვარ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მომავლისკენ, იმიტომ რომ ხედავ რომ გარკვეული კერა სერიოზული ნაბიჯები იდგება იმისათვის რომ საქართველოს იყოს ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი. დაგემშვიდობები, ჩვენ უკვე შევხვდებით 2025-ში როგორც გითხარით, დიდი ალბათობით თუ რამეც ისეთი გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩვენ უკვე 15 იანვრისთვის დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.